აბა ვნახოთ ჩვენ საგიჟეთში რა ხდება. მოიტანეს ასეთი ნაწილი, რომელსაც ერთი მხარე არა აქვს. ამას ბეჭდოთ პოლიპროპილინისგან ერთი უკვე მზად არის, კიდევ ერთ ველოდებით ახლა გაჩვენებთ როგორი ბეჭდება მაგრამ. ეგრე ასეთი მოტეხილი ნაწილიც გავაკეთეთ, ის მხარე დავასკანერეთ, აქედან გადავიტანეთ აქეთ. BMW აი სამის საბარგულე. სადაც სულად გამოვიდა, ველოდებით მფლობელს რომ ნახოს და დაგვიდასტუროს, გადავიბეჭდოთ თუ რა გავაკეთეთ. ასევე იყო ასეთი ნაწილი, ესეც არის პოლიპროპილენი, შეღებილია, მოგვიტანის, რაღაცა აქ არ ემთხვევა, გადასაკეთებელი იქნება. Jaguaris ნაწილი, ეს უკვე მზად არის, მალე გაჩვენებთ. ესეც Jaguaris ნაწილი, ეს უკვე ამობეჭდილი ვერსია არის. ეს იყო ორიგინალი. გამაგრძელებელი რაღაც სპეციალური აპარატის. ალეკოს მოვესალმოთ. ოკეი. აი ესეთი რეზინა იყო დასაბეჭდი, ერთი წამი ვენტილაციას გამოვხობ. ასეთი რეზინა იყო დასაბეჭდი. დავიწყეთ ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რაღაც მოხდა და თავიდან არის გასაშვები ეს სამწუხაროდ. ბეჭდება ასეთი ჩაფხუტი. 18 საათიანი ბეჭდვა. ელექტროძრავის რაღაც ვენტილატორი. იბეჭდება. აქ დაიწყო ახლა რაღაც ყალიბი იბეჭდება, ნახოთ როგორ გამოვა. პატარა ბიჭი ისვენებს ამ ეტაპზე. აქ იბეჭდება მეორე ნაწილი იმ ბამპერის თეთრი, რომელიც გაჩვენე თავიდან. ესეც არის პოლიპროპილენი, კარბონ ბოჭკოვანი. 15 საათი იბეჭდება, დარჩა კიდევ 7 საათი. აქ რა ხდება? აქ არის ხო, Jaguaris ნაწილი დაიბეჭდა. ძალიან ლამაზი რაღაცა გამოვიდა. ჯერჯერობით სულ ეგ არის. დანარჩენს გაჩვენებთ ნელ-ნელა.